შუადღემშვიდობის დიანა, შუადღემშვიდობის. ტელეკომპანია პირველის მაყურებელს. ბუნებრივია, ბოლო 2 წლის განმავლობაში, რაც განსაკუთრებით რეპრესიული გახდა რეჟიმი, ასევე მოქალაქეები თვალს ადევნებენ იმ შიდა კლანურ დაპირისპირებას, ბრძოლას, რასაც ადგილი აქვს თავად ოცნებაში და ეს არის ზუსტად იმ მომპალი სისტემის გამოძახილი, რომელიც სისტემა ცდილობს დღეს ძალაუფლების შენარჩუნებას, ამიტომ ზარდიაშვილს განსაკუთრებულ ყურადღებას მნიშვნელობას არ მივანიჭებდი. იქიდან გამომდინარე, რომ ზარდიაშვილზე ბევრად უფრო გავლენიანი ადამიანები თავად სისტემამ გაჭყლიტა, გასრისა, ერთ დროს მისი პერსონალური მსახურები, ივანიშვილის, ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ ის კორუფციულ კლანური სისტემა, რომელზეც დგას დღეს ივანიშვილი, ერთი საკადრო დეფიციტს განიცდის და მეორე იმ ეტაპზეა, იმ ზომაზეა უკვე სიტუაცია მისული, რომ თვით გადარჩენისთვის იბრძვის სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფება ძალაუფლების გავლენის შენარჩუნებისთვის და კორუფციული, ესე რომ ვთქვათ, გავლენების მოპოვებისთვის. ეს ყოველთვის ვიძახთ ჩვენ, რომ არ იყო რაღაც კორუფციასთან გამოცხადებული ბრძოლა, რასაც თითქოს ლილუაშვილის დაკავებით და ღარიბაშვილის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებაში მიცემით, სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირების სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებაში მიცემით თითქოს გვიანოსებდა კობახიძის ფრთა, ეს იყო, რა თქმა უნდა, გავლენის ჯგუფებს შორის ძალაუფლების გადანაწილების პროცესი და გავლენის ერთმა ჯგუფმა, რომელიც დაწინაურდა ივანიშვილის კარზე, ირწმუნა, რომ ძალაუფლების ყველა გასაღები ჩააბარა მას ივანიშვილმა. ახლა ამ ჯგუფის მხრიდან, ვთქვათ, ამ გასაღების, ამ ძალაუფლების დაკარგვის პროცესს ვადევნებთ თვალყურს და ეს ეხება არა მხოლოდ მათ, არამედ მათი ნდობით აღჭურვილ პირებს სხვადასხვა უწყებაში. ანუ ეს შეიძლება ზარდიაშვილით არ დასრულდეს ეს პროცესი და გაგრძელდეს. გასაღების დაკარგვის პროცესი უფრო არა, დიანა, ილუზია, რომ გასაღებს ფლობდნენ. ანუ ადამიანი ივანიშვილს ახასიათებს ეს, რომ თანამდებობის პირებს შეუქმნას ილუზია, თითქოს ისინი მართლა რაღაც გადაწყვეტილებებს თანამდებობებსაც კარგავენ და ილუზიასაც როგორც მივხვდი. რა თქმა უნდა. ჩვენ როდესაც გვისაუბრია ამ თემასთან დაკავშირებით, მდინარაძეც იყო ერთ-ერთი კლასიკური გამოვლენა, როდესაც ჩვენ თავიდანვე ვიძახდით, რომ მის სახელმწიფო მინისტრად დანიშვნა და თუნდაც ვიცე-პრემიერის თანამდებობის მიცემა უაპარატო სამინისტროსი, უპორტფელო სამინისტროსი პირდაპირ მიუთითებდა რა განწყობით იყო უკვე კობახიძის დაჯგუფების მიმართ, თუმცა მაშინ რაღაცა ექსპერტების ნაწილი მოიაზრებდა, რომ პირიქით აძლიერებს ამით კობახიძეს და კოორდინაციის როლი დააკისრა ეს მდინარაძეს ბოდიში და ამისთვის, თუმცა ფაქტია, რომ გააგდეს სამინისტროდან ისე შუა ზაფხულში, რომ ახალი სამინისტრო არ შეუქმნიათ ჯერ, და კაცმა არ იცის ეს სამინისტრო შეიქმნება თუ არა და თუნდაც შეიქმნას და არავინ არ იცის, რა თქმა უნდა. და გადაიყვანეს სამინისტროში, რომელიც ასევე უქმდება რაღაც გაკოტრების მმართველივით. ასევე უქმდება და მე პირდებიან სახელმწიფო მინისტრობას, რომელიც იქნება თუ არ იქნება, კაცი შვილმა არ იცის. კი ბატონო, ბერდია, ნახეთ, ასე დავსვამ კითხვას. თქვი დასრულეთ და მივალაქ ამ დიახ დასრულეთ. ხო, ანუ ეს ხო ჯაჭვის ნაწილია. წინა დღეს კულტურის მინისტრი გაათავისუფლეს ისე, რომ შემცვლელი არ მოიძებნა. ფაქტია, რომ ეს მიუთითებს იმაზე, რომ ერთი ზარით მიღებული გადაწყვეტილება კულტურის მინისტრის გასშვებაც, დინარაძის გაგდებაც პირდაპირ ფორმით, მაგრამ არ მიდის ეს ადამიანი ხო ცოცხალი თავი. ხვალ რომ რაღაცა თერჯოლის მერის მოადგილეობა შესთავაზონ, დარწმუნებული ვარ, წავა თერჯოლის მერის მოადგილედ ცოცხალი თავი ვერიშენებენ ამ ადამიანს. ნუაკნინებს თერჯოლის მერობას, დიახ. არ ვაკნინებს საერთოდ თანამდებობრივად ეხლა სახელმწიფო მინისტრობა და თერჯოლის მერის მოადგილეობა, რომ განსხვავებული პოზიციებია ამას სვამხას. ბერდია, ნახეთ, არის თუ არა ასეთი ჯაჭვი. ზარდიაშვილი არის ფიგურა, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული არ მხოლოდ მდინარაძესთან, როგორც ეს თქვენს არეთ სიუჟეტში, ის პირდაპირ არის დაკავშირებული სასამართლოში იმ გავლენის ჯგუფთან და შეგახსენებთ, რომ 2010-12 წლებში, მაშინ, როდესაც ნაციონალური მოძრაობის დროს ჩაგრველი სასამართლო სისტემა არსებობდა, ეს ადამიანი იყო თბილისის სასამართლოს აპარატის უფროსი. ეს არ უნდა დაგვაუწყდეს, ამიტომ ის პირდაპირ არის დაკავშირებული სასამართლოს გავლენის ჯგუფთან და სწორედ მის სახელს უკავშირდება, მათ შორის ერთ-ერთი თანაავტორია უვადოდ გამწესება იმ ჩაგვრელი სასამართლო რეჟიმის, რომელსაც უამრავ დანაშაულში მიუძღოდა წლები 2012 წლამდე. შეიძლება ბედის ირონია იყოს და თუ საქმეს დასჭირდება, თუ ასე ჩათვლიან საჭირო, შეიძლება თავად იწვნიოს
ამ სასამართლოს სტანდარტი საკუთარ თავზე. არის თუ არა ჩვენ ხელიც არა უკანკალდება დიანა არც ერთი მოსამართლეს, რომელიც დღეს არის ამ სასამართლოს გავლენის ჯგუფის ქვეშ და მისი გავლენის ქვეშ, რომ ზარდიაშვილის მიმართ თუ აკვერძონძიების სახით პატიმრობა იქნა მოთხოვნილი, პატიმრობა შეუფარდოს, მრავალწლიანი სასჯელი დააკისროს და ასე შემდეგ. უბრალოდ ზარდიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება, ინდიკაციები ამისი არსებობს, რომ ალბათ გათავისუფლებულია, ჯერჯერობით არ დასტურდება, ამიტომ მოვლენებს წინ არ გაუსწრებ, მაგრამ ეს არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმ ესე რომ ვთქვათ პროცესის ნაწილი, რა პროცესის, არაჯანსაღი პროცესის დღეს ოცნებაში მიმდინარეობს. დინარაძის კადრებს რაც შეეხება, უშუალოდ პირველი ინდიკაციები ამისი თუ შეიძლება გამოჩნდეს, უნდა გამოჩნდეს, რა თქმა უნდა, ძალოვან უწყებებში, სადაც მას თავისი კადრები ყავს დარჩენილი, ეს არის გენერალური ანუ ცვლილებების სერია შეიძლება მოხდეს. ანუ დავსვამ კითხვას, ბერდია, დავსვამ ასეთ კითხვას. ჩვენ შეიძლება თუ არა ვიმსჯელოთ, რომ რაბედიელის ზარდიაშვილს ამით გამოვიტანოთ დასკვნა, ესე ვთქვათ, დასუსტდა, რამდენად დასუსტდა მდინარაძე და რამდენად დასუსტდა მდინარაძე, ამით შეგვიძლია თუ არა გამოვიტანოთ დასკვნა, რამდენ ხანს დარჩება კობახიძე. ანუ არის თუ არა ეს ყველაფერი გადაჯაჭვული, თუ ეს არის კობახიძის მიღმა მიმდინარე პროცესი მაინც. არ მგონია, იმიტომ რომ ეხლა მდინარაძე ბუნებრივია, მდინარაძე როგორც პოლიტიკური ბიოგრაფია მისი თავიდან ბოლომდე ასოცირდება ირაკლი კობახიძესთან და მისი გავლენების ზრდასთან ერთად, კობახიძის გავლენების ზრდასთან ერთად იზრდებოდა მისი პოლიტიკური ბიოგრაფია და მისი პოლიტიკური გავლენები და თანამდებობები ოცნების ხელისუფლების პირობებში. ამიტომ თავიდან ბოლომდე ეს ორი პერსონა, რა თქმა უნდა, გადაჯაჭვულია. ოცნებაში კობახიძის მდინარაძისთვის ფუნქციური დაქვეითება პირდაპირ მიანიშნებს, რომ ფაქტობრივად კობახიძეს წაართვის ძალოვანი სისტემა გამოაცალეს ხელიდან. მე არ ვიცი ხა სხვა რა შეიძლება დარჩეს სამართავად კობახიძეს ან ილუზია რომ რაღაცას მართავს, თუმცა ფაქტია რომ ეს იყო პირდაპირ ინდიკაცია მდინარაძის ჯერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობის უფროსის თანამდებობიდან გადაყენება, ჯერ ოხანაშვილის, მე მდინარაძის დანიშნა და გადაყენება, მე რაღაც სახელმწიფო მინისტრად დანიშნა და იმ თანამდებობიდან ანუ უშუალოდ ივანიშვილმა დაიქვემდება რა ძალოვანი ბლოკი ამ გადაადგილებით? არა, ეს ილუზია, რომელიც შექმნილი ქონდა ამ ადამიანებისთვის თვალსაჩინო გახადა. მე არ მგონია, რომ ივანიშვილს ოდესმე არ ეკონდებარებოდა ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ან რომელიმე ძალოვანი უწყება, უბრალოდ დაანახა, ვინ არის ბოსი ამ რეალურ სისტემაში. არ მგონია, რომ დინარაძემ ან კობახიძემ არ იცოდნენ, ვინ არის ბოსი ამ სისტემაში. ხო, მაგრამ მაინც რა ვიცი, არ მგონია, რომ კობახიძეს არ ქონოდა განცდა, ან დინარაძეს არ ქონოდა განცდა, რომ 6 თვეზე თუ 7 თვე მოუწია მას ამ თანამდებობას ყოფნა, ამაზე გაცილებით დიდი დროით არ იყო იქ და რაღაცა თავისი გავლენები არ გააჩნდა. ხო, ფაქტია ადამიანებს ესე ათამაშებს ერთი თანამდებობიდან მეორეზე, დღეს პედესტალზე აყავს, მერე პედესტალიდან გადმოგდება ამ ადამიანის ძალიან მარტივია და მიწაზე დანარცხება. თუმცა მე საზოგადოებას მინდა გავახსენო, მამუკა მდინარაძეც არის ასევე ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც შესაძლო ორგანიზატორია იმ ძალადობის, რომელიც ოცნების დაჯგუფებამ მოაწყო საქართველოს პარლამენტში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წამქეზებელი, შესაძლო წამქეზებელი, რომელიც ვიხილეთ ჩვენ საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები, როგორ ესხმოდნენ თავიანთ კოლეგებს, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს წინასწარ შეკვეთით, ორგანიზებულად, ჯგუფურად და ეს კრიმინალი დღემდე არის დაუსჯელი. და ყველას მოუწევს პასუხისგაცემა, ხო მაშინ გადაეფარა მთელი სისტემა თანამდებობის პირებს და მათ წამქეზებელს თუ შესაძლო ორგანიზატორს, ყველას მოუწევს პასუხისგება, ამიტომ, როდესაც ასეთი ტიპის დანაშაულს ჩაიდენენ, მათ მოექნებათ იმის ილუზია და განცდა, რომ დინარაძე იქნება ის ადამიანის მფარველი, რომელიც გამოვა ის რომ ისინი ჩემი მეგობრები არიანო, და რომც გვინდოდესო მათი პასუხისგებაში მიცემა ვერ მიცემთო, იმიტომ რომ პრაქტიკა არ არსებობს ამის. კი ბატონო, ბერდია, ერთი კითხვა მაქვს ასეთი, თქვენი პარტია არის ლელოსთან ერთად ის გამონაკლისი, რომელიც ღიად ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლების ცვლილების გზად განიხილავს არჩევნებს და რომ ის უპირობოდ საარჩევნო გზის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას არ აპირებს.
დანარჩენი პარტიები ამბობენ, რომ საქართველოში არჩევნები გაუქმებულია და რომ ეხლა უნდა დაიწყონ სამართლიანი არჩევნების მოპოვებისთვის ბრძოლა. და ასეთ თუ იცით, ალბათ იქ იყო ალიანსის 6 პუნქტი, შემდეგ იყო ყიფიანის წინადადება, შემდეგ იყო ელენე ხოშტარიას გამოხმაურება და ასევე კოალიციის წევრები ამბობენ, რომ მუშაობთ, აი ბუტიკაშვილს ეკუთვნის მაგალითად კოალიციის წარმომადგენელია გიორგი ბუტიკაშვილი, ეს ციტატა, რომ მუშაობთ, რომ მაქსიმალურად ყველა პარტია გავაერთიანოთ ერთ კალათაში, ვინც ითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, დარწმუნებული ვარ, არც ლელოს და არც გახარიას არ უნდათ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა. თქვენი ამ ღია გაცხადებული პოზიციის მიუხედავად, რამდენად აპირებთ აი ამ კალათაში თუ მაგიდასთან ყოფნას, რომელიც სხვა პარტიებთან ერთად კიდევ ერთხელ გაივლის ან ჩამოაყალიბებს იმ პაკეტს, რომელიც უნდა მოსთხოვონ ხელისუფლებას არჩევნებში წასვლის წინაპირობად ან ნორმალური არჩევნების მისაღწევად. უბრალოდ დიანა მე რამდენი წელზე უნდა ვიაროთ აი რა არ ვიცი აი რომ მე რა ისინი დაითქვე რა სიტყვით რამდენი მაგიდა უნდა შედგეს რომ გადაუწყვიტოთ რომ რა ვიცი ისა ну თუ უკეთესი არჩევნო პირობები იქნება არ გინდა მოქალაქეები სამართლიანი არჩევნები რო გვინდა ყველას ანუ ამაზე ყველა ვთანხმდები და ამასთან დაკავშირებით რა არის საჭირო რომ ერთ მაგიდასთან დასწრენ ადამიანები რაღაც პაკეტი მოამზადოთ ხელისუფლებას თხოვონ იქ ხელისუფლებაზე ზეწოლა იქნება უმოკლედ საზოგადოება დავიყოლიოთო დიანა უყურეთ ნიშნავანი რა არის იცი მე სიმღერა კარგად მაქვს მოსმენილი და ჩემი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას თვითმმართველობის არჩევნებამდე როგორ დაიწყეს რომ არჩევნები არ არსებობს და დისკრედიტაცია არჩევნების როგორც ცვლილების ინსტიტუტის დისკრედიტაცია ახლა უნდა ამ ტრენდის შეცვლა ალბათ უყურეთ დიანა დავასრულებ ჩემს პოზიციას რომ გამოვხატო და მე შეგვიძლიათ რა ვიცი მოусმინოთ ყიფიანის პარტიას და სხვა პარტიებსაც მე ვამბობ რას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის აუცილებელი რომ მივაღწიოთ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის მაგრამ კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და ერთ პინაზე იმის დადება თავისუფალი სამართლიანი არჩევნები და მეორე პინაზე მაშინ თუ არ იქნება ასეთი სამართლიანი არჩევნები უსამართლო პირობებშიც კი ჩვენ არ მოემზადებდით და აი ესეთ ციური მანანის მოლოდინში ვიქნებით რომ თავზე დაგვეცევა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იმით რომ რაღაცა 5 პარტია შეიკრიბება თუ 7 პარტია დაждდება და ჩამოწერს თავის პუნქტებს და ბიძინა გავარდება ეხა და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს დაუდებს ამ ადამიანებს მაგიდაზე თუ ეს არის პირობა მე ვფიქრობ რომ ეს არასწორია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ყველა ჩვენგანის ამოცანა მაგრამ ჩვენ იმისთვისაც უნდა ვიყოთ მზად პირდაპირ გეუბნებით რომ არათავისუფალ გარემოში არასამართლიან პირობებში ჩვენ როგორი სტრატეგია გვექნება არჩევნებში ჩვენ ადგილს ვერ ხედავთ ამ კალათაში ამ მაგიდასთან არ ვიცი ამ ფანჩატურში ამ გარემოში უნდა შევუთანხმდო რა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გვინდა კი ბატონო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის რა არის საჭირო ყველასთვის ცნობილია და თუ პანაცია ის არის რომ ვიღაცისთან მაგიდაზე დავждე მაგიდაზე რომ დავждე თუ პანაცია ეს არის ვიღაცის გვერდზე დავждე ეს ჩემთვის ბევრი მინახავს ესეთი მაგიდა დაყირავებულიც გადაყირავებულიც და არ მინდა ამ პროცესში მონაწილეობა აი პირდაპირ გეუბნებით რომ ასეთ პროცესში რომელიც იმედგაცრუებით მთავრდება უბედურებით მთავრდება ყოველთვის ასეთ პროცესში მოქალაქესაც არ უნდა მონაწილეობა ეხა ქმნიან ილუზიას რომ ვიღაცა დადებს ამ რაღაცა გეგმას და გავარდება ეხა ბიძინა ივანიშვილი და მოგცემთ ამ არ იქნება ესე ყველაფერი ბრძოლით მოიპოვება და ერთ მაგიდასთან ჯდომა და რაღაცა ამას საკითხთან დაკავშირებით რაღაცა ქოთი კი არ არის აუცილებელი საზოგადოებრივი დაკვეთაა ეს და პოლიტიკური პარტია რომელიც რა ვიცი ანუ თქვენ არ იქნებით ამ პროცესში ყველა თანხდება ამაზე დიანა ყველა თანხდება აბსოლუტურად ამაზე და თუ იმაზე ვსაუბრობთ ახლა 2-ჯერ 2 რო 4-ია და 4-ჯერ 4 არის 16 და ეს არის მაგიდაზე განსახილველი რა ვიცი რა გვინდა ამ მაგიდაზე ვეხვდები უბრალოდ თორე კი ბატონო დიდი სიამოვნებით დიდი მადლობა ბერდიეს იჭინავა პასუხობდა ჩვენ კითხვებს რეკლამის შემდეგ